ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან ბატონ შალო მოგესალმებით. საღამომშვიდობის ძალიან დიდი მადლობა რომ წილად ხვდა ბედნიერება კვლავ შეხვდეთ თქვენ და ტელემაყურებელს. ისე სწრაფად და დინამიურად ვითარდება მოვლენები როგორც სოფლიოში, ჩვენს რეგიონში და მათ შორის საქართველოში პოლიტიკური ლიდერების კომენტარები საჭიროა საზოგადოებისთვისაც და მათ შორის ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი როგორც თქვენ ხართ ამ გამოცდილების ნაწილი არის ამერიკის ხანდახან პოლიტიკოსები საჭიროა. ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობის და ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილებას დაგიგროვდა და მათ შორის ამ სენატორთან ნაცნობებაც გაკავშირდებოდათ. სანამ დიდ ომს შევეხებოდით მოსაუდნელ შედეგებს, არა მარტო სამხედრო პოლიტიკურს, განსაკუთრებით მის გავლენას რეგიონზე, საქართველოზე, მანამდე მოდით კონცენტრირდეთ აი ამ მიმართულებაზე, მათ შორის ქართული ოცნების მცდელობაზე, რომ მათი წარმომადგენლების ყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდოს როგორც გადატვირთვის და ურთიერთობების ახლიდან დაწყების საწყისწერტილად. ეს შეხვედრები ნამდვილად არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ განუმარტონ ამათ, როგორ ხედავენ საერთოდ საქართველოსთან შემდგომ ურთიერთობას მომავალს, განსაკუთრებით ამ რეჟიმთან, მაგრამ აი სენატორის ისტორია მაინც განსაკუთრებით საინტერესო არის. ის იყო ის ადამიანი, რომელიც სენატში ფაქტობრივად მანამდე კონგრესში თითქმის ერთსულოვან და სენატშიც ერთსულოვან თითქმის მხარდაჭერას მეგობარი აქტისთვის ბლოკავდა. გაიხსენეთ თქვენ იმასთან ურთიერთობის დინამიკა როგორი იყო? ძალიან დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ კარგი ამბებით. შესანიშნავი შესავალი გქონდა ტრადიციულად, მაგრამ თლიანად რომ პაკეტში მოაქციოთ ყველა კარგი ამბავი, ამგვარად შანს. პირველი, რის თაობაზეც ჩვენ აქაც საუბრობდით არაერთხელ და ვწერდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ტრამპის ადმინისტრაციაში უპირველესად, რომ საქართველო არის შეუცვლელი გზა აბრეშუმის მარშრუტის, შუა კორიდორის, ევრაზიის დაკავშირების, წყნარ და ატლანტიკის ოკეანესთან ურთიერთქმედების და ცივილიზაციის მდინარებისა. ეს დაადასტურა ირანში ატეხილმა კონფლიქტმა, როდესაც დაიბომბა სწორედ ის რეგიონი, სადაც აპირებენ ზანგეზურის გზის გაყვანას და რითაც აპირებდნენ ზოგიერთები საქართველოს ჩანაცვლებას. ანუ რაც არ უნდა ახალი მოდელები მოიფიქრონ, რაც არ უნდა ბევრი იმუშაოს თურქულმა ლობმა, ჩვენმა პატრიოტულმა სომხურმა ლობმა, რომ საქართველოს ხარჯზე მოაგვარონ საკითხები და ჩვენ წაგვართვან გეოპოლიტიკური ფუნქცია, კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, რომ ეს არ დაიჯერონ, არის ტკბილი ზღაპარი. ჩვენ პირველ რიგში დიდი სიხარულით შევხვდებით ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების შერიგებას, იმას რომ მათ შორის სახმელეთო გზები მიდიოდეს და მოდიოდეს და ნახიჩევანს უკავშირდებოდეს ბაქო ჩვეულებრივი მაგისტრალით, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ის რომ ზანგეზურმა საქართველოს ფუნქცია ჩაანაცვლოს, ეს არის გამორიცხული. თქვენ ხაირობაში გაქვთ ნახიჩევანის გუშინდელი დაბომბვა. აი ზუსტად ეგზა მოარტყეს მოლებმა რამდენიმე დრონი, რეგიონი არის მღელვარე. თვითონ აზერბაიჯანი ტოტალიტარული სახელმწიფო იქ ხვალზე რა მოხდება პიროვნებაზეა ჩამოკიდებული, არავინ არ იცის. პრობლემები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კიდევ ათეული წლები კიდევ დარჩება, გაგრძელდება, იქ ყველაფერი მოგვარებული არ არის. თუმცა ჩვენ გულშემატკივრობთ ირანი რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ, რაზეა საუბარი, ერთია ჩვენი სურვილი და გულშემატკივრობა, მეორეა რეალური გეოპოლიტიკა. იქ არის მღელვარე ირანი, გაურკვეველი ბედი და ამაზე ვისაუბრებთ. რაც თავარია ნახიჩევანი და რომ გადის თურქეთში ეს გზა, უკვე საუკუნებით აჯანყებული ქურთების ტერიტორია უნდა გაიაროს, რომელიც ყვათამყოფელი ან ევროპიდან, ან ამერიკიდან, ან ჩინეთიდან აქ გაუშვებს ტვირთებს. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ღმერთმა ისეთი ადგილი მოგცა, ისეთი მართლა თავის აგარაკვი დავითმო, რომ ვერავინ ამას ვერ შეცვლის. თავარია ჩვენ შევცვალოთ, აი ეს კაცი ჭამები რო წამოგვაჯდნენ თავზე და დანარჩენი ყველაფერი იქნება შესანიშნავად. ეს პირველი კარგი ამბავი. მეორე კარგი ამბავი, რომ დასანქცირდნენ ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის მიერ ჩემი ვიზიტის პერიოდში გადაწყდა ეს საკითხი პირდაპირ გეტყვით, ერთი წლის უკვე რო ვიყავ ლონდონში, მაგრამ გაიწელა რა თქმა უნდა ივანიშვილის ბოროტების ტრიბუნები და მიკროფონები ტელევიზია იმედის და იმ სექსუალური მანიაკი რამიშვილის
პოზიტივის სახით დასანქცირებულები არიან და მაგით საქმე დამთავრებულია, ვერანაირი ბანკის გახსნა, ვერანაირი შემოწირულობა და მთელი მსოფლიო რო აღიმართოს მათ დასახმარებლად, ვერაფერი ვეღარ უშველით და ალბათ აი ასე უსახელოდ დაამთავრებს ყველა ჟურნალისტი და ყველა მასმედიის წარმომადგენელი, ვინც ბოროტებას, უსამართლობას, ქვეყნის გაყიდვას მოიმსახურება და ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება მომავალში კიდევ ბევრისთვის. დიახ, დღეს თქვენ შესანიშნავად ბრძანეთ ანონსში, სწორედ გამოცხადდა ევროკავშირის გადაწყვეტილება და აი ჰემინგუეის ხوخ შვიდობით იარაღო. აი ქოცებმა შეგიძლიათ თქვათ შვიდობით ევროპავ. ევროპაში გრიალი, გრიმიტი, იქ ბიზნესის წარმოება, ალპებში ზამთრის გატარება, ნისაში პალმა დე მალიორკაზე ზაფხულის გატარება, კანარის კუნძულებზე ცოლშვილითა და საყვარლებით კოტრიალი დამთავრებულია. ან გაგიშვებენ ევროპაში, ან არა, სანქციები ყველას გადევთ, საელჩოში გასაუბრების შემდეგ კონსული გადაწყვეტს, ჩაგირტყათ თუ არა ვიზა. ანუ თქვენ დაბრუნდით წინა საუკუნეში და თუ ასე გააგრძელებთ, საერთოდ აცდებით ყველა საუკუნეს და დაჩებით ყოველგვარი დროითი ორბიტის გარეშე. დიახ, აი ეს შესანიშნავი მართლაც ისე ბატონ შალვა ამხრივ ევროპა და მისი ალტერნატივა უკვე შერჩეული დუბაი, გაერთიანებული ემირატები და სამხრეთიც არ აღმოჩნდა დიდად უსაფრთხო და კომფორტის თვალსაზრისით ამასწორი არ ელოდა რომ მსგავს სიტუაცია იქნებოდა. გულგახეთქილები მორბოდნენ ეს ნოშიკო რო ქვიეს მილიარდერი ეს არაბების შაუმსახლებელი ეს მთელი თავისი ბანდით ეს წულაები, მულაიები ეს ვიღაცა ძალად გასვეტებული ტიპები რო არიან, აი ბევრი ფული რომ მოგპარეს და უფრო მეტად ინტელექტუალური რო გონია თავი და ძალიან მაპატიეს სვეტი. აი ისინი ესე იგი გულშეწუხებულები იდგნენ იმის რა ქვია ომანის აეროპორტთან, აქედან სპეციალურ ჯიპებს აგზავნიდნენ მათ უსაფრთხოდ ჩამოსაყვანად და მე სელფებს დებდნენ რუჯ მიღებული სახით, რომ აი რა ბედნიერია თურმე ცხოვრება, როდესაც ამდენს ყურდობ, ამდენს ყაჩაღობ, არაბებზე ქვეყანას ხიდი, სვინდის ნამუს ხიდი, გულიდან იგლეჯი პატრიოტიზმს, ადამიანობას, სიყვარულს, ქველმოქმედებას და ყველაფერს. ეს სცენები თქვენ სწორი აღნიშნათ, ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში და მეოთხე კარგი ამბავი. სენატი დატოვა და ამ დღეებში დატოვებს მეგობარი აქტის დამბლოკავი, ჰოლდი ქვია ეგ სენატის პროცედურებით, ანუ გააჩერა კანონპროექტი, ჩვენი ძველი მეგობარი მარქვინ მალინი, რომლითაც ახლა გარკვეულწილად ირონულად ჩემი დამოკიდებულება გამაჩნია ტიპთან, იმიტომ რომ მეგობრობდით, გაქვთ თქვენ კინოქრონიკაში შეხვედრის კადრების სურათი, მეგობრობდით, ვამოყობდი იმით, რომ ჩეროკის ტომის ინდიელია. და აგერ სენატში იქნა არჩეული მართლა მკვიდრი ამერიკელია. მოგეხსენებათ ახლა ჩეროკის ტომს დიდი დავა აქვს იმ ჩეროკის ჯიპის კომპანიასთან სახელის გამოყენებას. ასევე ძალიან აქტიურად ლობირებდა თავის ინდიელებს და ეს რა თქმა უნდა მახარებდა. გარდა ამისა, ჩვენს გლობირებდა ინდიელებთან ერთად ქართველებსაც გლობირებდა. ვამოყობდი რომ ინდიელი მეგობრებიც ყავს ამხელა დონის და კონგრესში იყო მაშინ, კონგრესში ბრძანდებოდა და ბიზნესლობმა გადაძლია ბოლო ეტაპზე. როგორ? ბიზნესლობმა გადაძლია. ხო, გეტყვით. თუმცა ძალიან საშარო თანამდებობაზე მიდის. ეს ეხლა ჩვენი აუდიტორიისთვის შეიძლება იმდენ საინტერესო არ იყოს, მაგრამ ის ქალბატონი, რომელიც მის ადგილზე იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური რეიტინგის ფლობელი აღმოჩნდა. ამერიკისთვის მართლა ძალიან პრობლემური საზღვრის დაცვის პრობლემების მოგვარების ნაწილში ტაქტიკურ დონეზე ქალაქებში აი ამ ასე ვთქვათ ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით ისიბარებს ეხლა ამ თანამდებობას. და რაიმე ილუზია რომ ის სენატში რამე გავლენებს შეინარჩუნებს ან ზოგადად საკანონმდებლო ორგანოში ჩარევის შესაძლებლობა ექნება, თავად შეერთებული შტატების მმართველობის სისტემისა და ძალაუფლებისთვის დანაწილების რეალური მოქმედი პრინციპიდან გამომდინარე ეს სრულიად წარმოუდგენელია. ესეც განმარტება საჭიროა. თქვენ სავსებით სწორი ბრძანდებით ბატონო გიორგი. შინაგანი უსაფრთხოების სამსახური, რის შეფათაც გადაიყვანეს ეს ბატონი, წარმოადგენს აი ემიგრანტებს რო დაძდევენ ქუჩა-ქუჩა და უმოწმებენ საბუთებს და მერე აძევებენ საშარო, სახათაბალო და საპენსიო საქმე. ანუ ალბათ ხვდებით, რომ ის სენატს მოაცილეს. რადგან მან გაბედა წარმოუდგენელი, რაც ამერიკის დაუწერელ წესებში, კონგრესის ფორმატი მაქვს ხედულობაში, არასოდეს არ ყოფილა, მან ორპარტიული კანონპროექტი, ორივე პარტიის მიერ ერთსულოვნად
დაკორექტირებული, მიღებული კენჭნაღარი კონგრესგავლილი, სენატის საგარეო პოლიტიკურ კომიტეტს გავლილი, უკვე სენატში განხილვაც აღარ იყო საჭირო. უნდა მიიღოს ზეპირი მოსმენით. გამოიყენა ჰოლდი და პრაქტიკულად რამდენიმე თვე ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმი გადაარჩინა. ამან არ დაგიმალავდა, გარკვეულწილად დაარტყა ტრამპის ადმინისტრაციასაც, ეხლა გეტყვით ვაშინგტონის შორებს. არ ნიშნავს ეს რომ ამას ვიზიარებ, მაგრამ განსახილველად შეგვიძლია ამერიკა ახლა დემოკრატიის სამშობლოა და არ გვიწყენს ალბათ არავინ. იქ იმ დონეზე წავიდა უკვე საუბარი, რომ თითქოს ეს იყო ტრამპის დავალება, ჰოლდის დადება და თითქოს ეს მოილაპარაკეს ანკორიჯში პუტინმა და ტრამპმა, როდესაც შეხვდნენ უკრაინის რეგულირებასთან დაკავშირებით და საქართველოს ჩაჯდა ერთ-ერთ პუნქტად პაკეტში უკრაინის ასე ვთქვათ ფორმატიზაციის მიმართულებით, რომ აი თუ რაღაცას დათმობდა რუსეთი უკრაინაში, სანაცვლოდ საქართველოში მოითხოვდა მონოპოლიას და ქართული ოცნების ხელშეუხებლობას. ეგეთი ჭორებით წავიდა ტრამპის არაკეთილ მოსურნეების და ოპონენტების მიერ ვაშინგტონში და ამ ჭორებს საფუძველი მისცა მალინის ამ ქმედება. მე ხლა ვერც ვერაფერს ვადასტურებ, ვერც ვერაფერს გამოურიცხავ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გეოპოლიტიკას არ აქვს ზნეობა, არ აქვს ნამუსი, არ აქვს ჯიგრობა, ადამიანობა, გაგება, სიყვარული, ქართველებს რო წარმოგვიდგენია ძალიან ხანდახან მიამეტურად, ძალიან ხშირად ხდება გეოპოლიტიკაში გარიგება, გადაცვლა, სახელმწიფოების დაშლა, შეერთება, გადაერთება და აღარ მინდა ეხლა ვთქვა ომები, კონფლიქტები და ამბები. ამიტომ რა თქმა უნდა არანაირი რისკებისგან დაზღვეული ჩვენ არ ვართ, მაგრამ მე მინდა მაინც იმედი ვიქონიო, რომ ეს იყო კონკრეტულად ამ სენატორის ინიციატივა და მის უკვე მდგომი, აი სტეხასელი ბერძენი ამერიკელი აფერისტი რო არის, ვითომ ნავთს რო პოულობს კახეთში. ამ დროს დახოცა მუშების შიმშილით, ხელფას არ აძლევს. ამოთ ფრონტერა, ხო? ამოთხრის რაღაცას, ჩაასხავს ბენზა, ნავთს გარედან. მოიყვანს კომისიას, ისინი არ ადასტურებენ, რომ იქ დიდი დებეტი აღმოჩენილი და მიდის ფულის გათეთრება წლებია. როცა მოვიდოდა ჩხუბი ამ ფრონტერას იმ ამერიკელი ბერძენს ხელისუფლებასთან ჩხუბი რომ მოვიდოდა, მე აყურდებოდა ეს მალინი კონგრესში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენა ჩვენს მიერ ჩატანილი გასუსტებული ივანიშვილის პოზიციები გამოიყენა იმისთვის, რომ ხელახალბირება ჩვენს მიერ ჩატანილი იდეა, რომ სანქცირებაში მოხვედრილი იყო ივანიშვილი, კარგად გამოიყენა, დარბოდა კონგრესში 20 კონგრესმენის ხელმოწერა შეკრიბა, მოითხოვდა სანქცირებას, მაშინ მაიკ პომპეო იყო სახელმწიფო მდივანი, მეც რამდენჯერმე მქონდა შეხვედრები, მიმოწერები, ყველაფერი მქონდა. შემდგომ დამთავრდა იმ კონგრესის უფლებამოსილების ვადა და აირჩიეს ოკლაჰომადან სენატორად ეს მალინი და გამიხარდა, რომ აგერ მეგობარი და კაცი, ჩემი გაზრდილი რა გაგივით ახლა ხუმრობით ამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიჯერებდა. გავაცილეთ ეგ სენატიდან უკვე და მივხედოთ ახლა ჩვენს აღმოჩნდა სენატში და სენატში აღმოჩნდა ივანიშვილის მთავარი ლობისტი და იქამდე მივიდა საქმე, რომ დაბლოკა აი ეს ასე თქვა დოკუმენტი. ანუ ვიმეორებ, მისი წასვლა სენატიდან ნიშნავს იმას, აი გამოეხსნა მთვარე გველსა, როგორც ჩვენი მწერალი ამბობდა, ასე გამოეხსნა ის მეგობარი აქტი, ასე ვთქვათ, ხელისშემშლელ ფაქტორს ამ სუბიექტის სახით და ეხლა უკვე არც ამაკს აღარ დაუდგება წინ არაფერი. ანუ მოკლე რეზიუმი ამ კარგი ამბების შემდეგ გახლავთ ის, რომ ლეიბორისტული პარტიის მიერ 12 წლის უკან დაწყებული ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების პროცესი ფართო ნაბიჯებით მიაბიჯებს მთელ დედამიწაზე. და ამაში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპის კავშირი და ძალიან მალე ივანიშვილს ჩვენ როგორც არაერთხელ შევპირდი, გავაცილებთ აუცილებლად საგამოძიებო იზოლატორში, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილის მიერ დაბადების დღეზე გაგზავნილი ნეხვის ტორტი, რის გამოც ლაშა დაიჭირეს და ეხლა უკვე ემუქრებიან მაგის ვიღაც იქ ზედელაშვილები და ვიღაც ეს მაგის დონაციებზე მყოფი სინდის ნამუსგარეცხილი გულამო ვიღაც სამხარაძე ის გაბერილი როა და კიდე ვიღაცები ლაშას ემუქრებიან ჩხარტიშვილს რატო გაუგზავნა ტორტი ნეხვის დაბადების დღეზე. მოგენატრება ეგ ნეხვის ტორტიც და მოგენატრება ყველაფერი იმის გამო, რაც სოდვებით შენ ჩაიდინე
ისეთი ფინალი დაამთავრებ ცხოვრებას და შესაბამისად მე ვაფრთხილებ ყველას რომ ლაშა ჩხარტიშვილს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს. ისედაც თქვენ ყველა აგებთ პასუხს მარტო ლაშა ჩხარტიშვილი გეყოფათ მთელ პარლამენტს გასასამართლებლად. 18 ჯერ დაიჭირეს კაცი. და 9 მილიონი ჯარი მაქვს ტროტუარზე დგომა. რა ვიცი, ყველა კანონი რაც მიიღეს, გამოსცოდა Facebook-ზე, სოციალურ ქსელში კომენტარის პოსტის დაწერაზე. მისი დაწერილი არც არის, მას არ ახსოვს უნდა ეწერა. ხო, სასწაულია. უნდა ეწერა, ეგეც სრული ნონსენსია. პირველი შემთხვევა მსოფლიოში ალბათ Facebook პოსტის გამო გაასამართლეს პოლიტიკოსი. მოდით ამაზე ცოტა უფრო დაწვრილებით ხელების შორს ლაშა ჩხარტიშვილისგან ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომც არ იყოს პარტიის ლიდერი იქ ყველა, ვინც რუსთაველზე დგა, ყველა ჩემი თანაპარტიელია, ყველა ჩემი თანამოაზრეა და ყველას გვერდი თუ არ და ძალიან მალე მათ ბრძოლას ექნება ლოგიკური შედეგი რეჟიმის დამთავრება. აი რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? იმიტომ რომ არა მარტო ლაშასთან მიმართებაში ზოგადად პოლიტიკურად კი არა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების მიმართ შეიქმნა და გუშინ უკვე მესამე მოსმენით მიღებული იქნა ცვლილებების მთელი პაკეტი, არც მანამდე აკლდა ასე ვთქვათ ინიციატივები ამ მხრივ ოცნებას, მაგრამ ნუ ახლა მივიღეთ აი სრული პაკეტი მივიღეთ ავტორიტარიზმის ფორმალიზების. თქვენ ძალიან კარგი იურისტი ბრძანდებით, ხელმძღვანელობდით შესაბამის კომიტეტს, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიას მუშაობაში ერთ-ერთი წამყვანი როლი გეკუთვნოდათ. ჯერ ერთი ის რაც ახლა მიღებულია ну ძალიან არასერიოზული იქნებოდა ჩემი მხრიდან შეკითხვის ასე დასმა რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, თუმცა ესეც მაინც უნდა დავსვათ ეს შეკითხვა. მაგრამ მეორეს მხრივ, რაზე მეტყველებს ოცნების ეს ნაბიჯები იმ სანქციების პარალელურად, რომელიც უკვე ზვავივით დაიძრა და შეუძლია თუ არა შეაჩეროს, შეიძლება თუ არა ამას უყურებდეს როგორც სავაჭრო კომპონენტს დასავლეთთან იქნება ეს ბრიტანეთი, ევროკავშირი თუ შეერთებული შტატები. მე ესეთი იაპონური დრამატურგი აკუტაგავას დაწერილია შეყარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე. აი იმის ინტერპრეტაცია რო გავაკეთოთ აქ, აი მართველი ჯოგის თვითმკვლელობა და განწირული ხმა მათი მოღვაწეობის ფინალზე. ასე შეიძლება დავარქვათ აი ამ კანონებს, რომელიც მარტო ბოლო დროს მიიღეს. თქვენ ახლა ბრძანეთ რომ რუსული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და არ გამიგია ცხოვრებაში არც ერთ ქვეყანაში მე ამგვარი კანონები. მათ შორის ავტორიტარულებში. არც ავტორიტარულში, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა კანონი, რომ საბჭოთა ხელისუფლების არაღიარების გამო დაიჭირა ვიღაცას. კი, ანტისაბჭოთა პროპაგანდის მოქმედი იყო რაღაცა ეტები. ეს სხვა, მაგრამ აი არაღიარება, თქვათ, სტალინი არ აღიარე, პოლიტბიურო არ აღიარე, ან ჩინეთში მაოძედუნი არ აღიარე. ეგეთი მუხლი სოფლიო იურისპრუდენციას არ ახსოვს. და შესაბამისად მე როგორც იურისტ ამ თემაზე მსჯელობა არ შემიძლია. ეს სულ სხვა დაუკრეფავში გადავიდნენ. სულ სხვა რაღაცა მოვლენა ამ სოფლიო იურისპრუდენციაში. აი დაახლოებით ეს შეიძლება რა შევადაროთ, იცით? როკოტოვის ჯგუფი იყო 60-იან წლებში უფროსთაობას ეხსომება. ვერ ავწდებით მაინც ამ ქართველ სოფლიო დონის მოღვაწეებს ლავრენტი ბერიას სამოქალაქო მეუღლე ჰყავდა და მასთან ქალიშვილი მარტა ბერია შეეძინა, ეხლაც ცოცხალია მე მგონი, მაგრამ მალავე პიროვნებას და ბერია დახვრიტეს, ხო? მე ეს ქალი გათხოვდა როკოტოვზე. ეს იყო ცნობილი სპეკულიანტი ვალუშჩიკი, საბჭოთა კავშირში ცნობილი, აი პირველი ანტიკვარიული ნივთები ევროპიდან და ამერიკიდან შემოჰქონდა და ელიტაზე ასაღებდა. აკრძალული იყო მაშინ დოლარის და ინდუსტრიალ ეკონომიკაში ამ საქმით იყო დაკავებული და დაიჭირეს და ასე დანაშაულზე გათვალისწინებული გახდათ მაშინ 15 წელი მაქსიმუმ, მეტი არა. და მოახსენებს ხრუშოვს რომ 15 წელი მივეცითო რა. რა არისო 15 წელი? ეხლავე შეცვალეთ კანონიო, მიეცეთ უკუქცევითი ძალა და დახვრიტა მიუსაჯოთ. გამოსცეს ახალი კანონი და როკოტოვს და მის ჯგუფს მიუსაჯეს დახვრიტა და დღემდე ეგ მსოფლიო იურისპრუდენციის მატიანიაშია შესული როგორც უპრეცედენტო უსამართლობა, უკუქცევითი ძალა არ შეიძლება კონდეს სისხლის სამართლის კანონს. სხვათა შორის ეს მეორე დახვრეტილი ქმარი. ის ქალი კიდე მესამედ გათხოვდა და 70-იან წლებში ის მესამეს დახვრიტეს. ძალიან დიდი. ასეთი განვითარება შეხვდა. ეს ნუ ამასთან დაკავშირებით გავიხსენე რომ არაფერი კავშირი
იურისპრუდენციასთან ამგვარ კანონებს არ აქვს და არც რეალობასთან. ეხლა როგორ შეიძლება დაიჯეროს ბიზნესმენებმა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%, რომელიც არ აღიარებს მის კანონიერებას, სამართლიანობას, არჩევნების ლეგიტიმაციას, ამ კანონის მიხედვით შეშინდება და გამოაცხადებს, რომ არ იქ აღიარებთ. ან საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც აგერ თავს იკლავენ, წლებიათ განან ქუჩაში, სიცივეში, ციხეში, ქარში და ფაქტურად სამოქალაქო მსოფლიო გმირობის მაგალითს აჩვენებენ. რა თქმა უნდა, არალეგიტიმურები ხართ, უსამართლოები ხართ, კრიმინალები ხართ, სამშობლოს მოღალატეები ხართ და ასე გეტყვით ყველა, ვინ გაღიარებთ თქვენ? ამ სოფლიოში ვინ გაღიარებთ ამ კანონით? ეხლა ამ კანონით კიდე საოცარი ესაც სოფლიო იურისპრუდენციაში უნიკალური მოვლენა, არ ვიცი, ნუ ეთყობა ამ ჭორვილაში რაღაცა განსხვავებული კოსმოსური ველია და იქ რო იჯდება იმ ორ ბატს რომ ცხემსავდა ეს ბატონი, იმ ბატემა რაღაც ასწავლეს არც თუ ძალიან ჭკვიანური. ეხლა ამ კანონის მიხედვით ასევე ციხეშია დასაჭერი ყველა უცხოელი მეგობარი ვინც არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილს და ჩამოვა საქართველოში. ან აქ უნდა დაიჭირონ, ან აქედან უნდა გამოაცხადონ ინტერპოლი ძებნა. უიკერზე, ვილსონზე, კოენზე, ბრაიან მასზე, რიშზე, შაჰინზე, ანუ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა უნდა დაიჭირონ. ხედავთ რა იდიოტიზმში გადავარდა აი ჟოგი ოლიგარქებისა, რომლებმაც მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და ქვეყნის კარი უნდა დაკეტონ მომავლისა და განვითარებისათვის, რაც არ გამოვა და იმ კარის სახელურზე მიემტრევათ ხელები. ბატონ შალვა, რა გავლენას მოახდენს საქართველოს აწმყოზე და მომავალზე? არა, ეს დააჩქარებს ამათ დასაქცირებას და საერთოდ დაქცევას, ჩამოქცევას დააჩქარებს. ეს ძალიან კარგია რომ ამას იღებენ. სხვა კუთხით ვსვამ ამ შეკითხვას, ომი, რომელიც შევიდა ძალიან აქტიურ ფაზაში. როგორც შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის პირველი პირები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ გეგმები, რომ ძალიან გაწელონ ეს სამხედრო ოპერაცია, მაგრამ სურთ გადამწყვეტ შედეგს მიაღწიონ, ანუ ისეთ შედეგს, რომელიც არ გააჩენს შესაძლებლობას ან აუცილებლობას სამხედრო მოქმედებების თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ განახლებას. სამხედრო თვალსაზრისით ისინი აბსოლუტურ დომინაციას ახდენენ განსაკუთრებით ჰაერზე და ზღვაში. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე თავად სახელმწიფო ცვლილებების მიღწევების პრეცედენტები თითქმის არ არსებობს. აი, ერთია სამხედრო მიზანი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის მიღწეულია, მეორეა პოლიტიკური მიზანი, მაგრამ საქართველოს კონტექსტშიც მინდა რომ ვისაუბროთ, თქვენ თავად ახსენეთ 288 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა ის 5 შაჰიდი გუშინ, ხო, ნახიჩევანის ტერიტორიაზე. აქეთ თურქეთის მიმართულებით მიზანზე ჩამოვარდა ზანგეზურის ახალი გზის გასწვრივ. მიფრინავდა, მაგრამ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გადაიჭირეს ეს. სიტუაცია არის ისეთი, რომლის პოლიტიკური დასასრულიც ესე მკაფიოდ არ ჩანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს დღეს როგორ უნდა იქცეოდეს არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან დიდი სიფრთხილეს გვმართებს, ამავე დროს დიდი გეოპოლიტიკური გადალაგება მიდის, ირანის დასუსტებით სუსტდება ბოროტების ეგრეთ წოდებული ღერძი, ხო, განსაკუთრებით როგორ ჩანს მაინც უფრო ჩინეთის გლობალური დასუსტების პოლიტიკის ნაწილი არის და საქართველოს როგორც პოზიციონირებს ახლა, რას მოუტანს, რაზე კაპიტალიზება შევძლებთ ჩვენ თუ პირიქით ძალიან დაგვაზიანებს ეს მიდგომები, რომელიც აქვს ივანიშვილს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით. აი, როდესაც გეოპოლიტიკური რყევების ჟამს უწევს ცხოვრება, თაობას, საზოგადოებას, ქვეყანას, აქ არის ორი პერსპექტივა. ერთი კისერის წატეხვა და ნგრევა, მეორე ამ კრიზისით მაქსიმალური სარგებლობა. ისტორია სხვა პრეცედენტებს არ გვაძლევს. დღეს მიდის სოფლიოს ხელახალი გადანაწილება იმ სოფლიოსი, რომელიც ჩამოყალიბდა პოცდამის კონფერენციაზე და იალტაში და რომელმაც საფუძველი დაუდო დღემდე მოქმედ საერთაშორისო სამართალს. მაგრამ გავიდა დრო, ისევე როგორც რკინა ძველდება და ჟანგდება, დედამიწაც და პლანეტებიც ბერდება და თავდება, ვარსკვლავები და მზეებიც ქრება, არც მსოფლიო მართლწესრიგი არ შეიძლება იყოს მუდმივი. მოვიდა დრო, დაიშალა კომუნისტური ბლოკი, შეიქმნა ახალი რეალობა, დაამთავრდა კაპიტალიზმის და სოციალიზმის ჭიდაობა ისე აქტიურად როგორც იყო და დაიწყო მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. ეხლა ჩვენი ბედი წყდება სწორედ აი ამ დღეებში, ამ კვირებში და ამ თვეებში. სად მოხვდებით? სოფლიოს განვითარებულ
ყველაზე ტექნოლოგიურ კოსმოსისაკენ მომზირალ ნაწილში თუ მოხვდებით ისევ გეოპოლიტიკურ სამკუთხედში მოსკოვი, პეკინი, თეირანი, სადაც ჩვენ ბედის დასინვით მიგვათრევს ფორმალურად ქართველი და გულით რუსი რა გაგებით? ცუდი გაგებით. რუსი აგრესორი, ოკუპანტი, მათი გამოგზავნილი ჭორვილ პუტინში. აი სწორედ ეს გეოპოლიტიკური გადაწყობა უზარმაზარი სამწუხაროდ დაემთხვა ქვეყნის სათავეში მოღალატე რეჟიმის არსებობას, რომელსაც ერთი სული აქვს. არა მარტო ჩააბაროს სამუდამოდ ოკუპირებული ტერიტორიები მტერს, არამედ დანარჩენი ტერიტორიაც გადაიყვანოს მოსკოვის მართვაზე და პრაქტიკულად პოლიტიკურად უკვე გადაყვანილია. და რაც მთავარია, კარგად ესმით, რომ პასუხისმგებლობა მძიმე იქნება ყოველგვარი ზედმეტი გაბუქების გარეშე, ძალიან მძიმე იქნება და შესაბამისად ცდილობენ, რომ ხალხი ჩაანაცვლონ, ხალხი შეცვალონ, დემოგრაფიული ვითარება გადახნან, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, დატოვონ ქვეყანა და მათ ადგილას ჩამოასახლონ აზია, აფრიკა, არაბეთი, ირანი, პაკისტანი და აი დღესაც კი, როდესაც აი ასეთი გეოპოლიტიკური აფეთქებაა და ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ 9 მილიარდი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ აი დღეს საომარი მოქმედებების ზონაში, ეს არის არაბული სამყარო, ეს არის აგერ პაკისტანი და ავღანეთში რა ხდება, იქ ცალკე ომია კიდე, ეს არის ირანი, 9 მილიარდამდე ადამიანია. აი ამათი მასობრივი მოწყვეტა აქეთ არის საქართველოს ისტორიისთვის წერტილის დასმა. აი ახლაც კი არ გამოაქვთ კანონი და გადაწყვეტილება ივანიშვილის მთავრობას, რომ სავიზო რეჟიმი დააწესონ ირანელებისათვის, პაკისტანელებისათვის, ავღანელებისათვის, ბანგლადეშელებისათვის, ნიგერიელებისათვის, სუდანელებისათვის, ეთიოპია და საერთოდ ყველა აზია, აფრიკის ქვეყანა, სადაც ძალიან საყვარელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ აუტანელ პირობებში არიან ომი, კონფლიქტი, შიმშილობა, ეკოლოგიური კატასტროფები და ერთი სული აქვს სადმე გაიქცნენ. პირველი ჩვენი კარია ღია და თავისუფლად ყოველგვარი ვიზის გარეშე შემოდიან და აი იმდენად ვძულვართ ივანიშვილს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ უნდა ჩვენ არ დავრჩეთ აქ, შემოვიდეს სხვა ხალხი ჟრიამული იყოს აქ, როგორც პოეტი ამბობდა, რათა პასუხი არ მოსთხოვონ ჩადენილი ცოდვებზე, მაგრამ ცოდვა მუდამ ჩამდენს დევს თან და ძალიან მალე მისთვის დადგება სახდელი, რომელიც იქნება უაღრესად ძალიან მძიმე. ამიტომ ეს რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მომენტს მთლიანობაში. მეორე, რაც შეეხება, ახლა ჩვენ ამ გადაცემებში ხშირად ვსაუბრობდით, რომ გარდაუვალია ირანში საომარი მოქმედებების დაწყება, გარდაუვალია კონფლიქტი ამერიკასა და ისრაელ-ამერიკის დუეტსა და ირანს შორის შესაბამისი მოკავშირეების მონაწილეობით და სხვადასხვა. ეს რა თქმა უნდა გამართლა და დიდი მიხვედრა ამას არ უნდოდა, რადგან ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც Air France-ის ხომალდით ჩამოიყვანეს აიათოლა ხომეინი თეირანის აეროპორტში, თვალებიდან არ გამომდის კადრები, ბავშვი ვიყავი მაშინ და დახვდა მილიონობით ადამიანი ტაშის გრიალით, თურმე ხვდებოდნენ თავიანთი ციხის უფროს, რომელმაც ციხე გახსნა ამ უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანაში, კიროსის, დარიოსის, ქსერქსეს ქვეყანაში, რომელმაც საფუძველი დაუდო არაერთ ცივილიზაციას, მიდიელები, კილიკიელები, შუამდინარეთის ცივილიზაციაში სპარსული კულტურის როლი უდიდესია იმ დონემდე, რომ ახლა რა ურთიერთობა აქვს ებრაელებთან, ხო ამოლებს და როცა დაანგრიეს პირველი ტაძარი ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში, კიროსმა აშენა და აღადგინა ეს ჟურნალისტის მომგვარი კადრები ამ ორიერის ისტორიაში და რომ მოდიოდნენ ჩემთან ახლა ეს ირანელი დიპლომატები და პოლიტიკოსები მართალია მოწამლულები არიან აიათოლათი, მაგრამ ხო უნდა იყოს საღიაზრი. სულ ვეუბნებოდი, რომ არ არის თქვენი მეგობარი და მოკავშირე არაბული სამყარო. არც რუსები არ არიან თქვენები. და არც პანთურქული სამყარო არ არის თქვენი. მოილაპარაკეთ ისრაელთან, მოილაპარაკეთ ამერიკასთან, არაფერი გასაყოფი არ გაქვთ, საერთო საზღვარი არ გაგაჩნიათ, ისტორიაში რამე ომი არ ქონიათ, პირიქით აგერ კიროსის მაგალითი რესურსების ფლობელები. ის რა ქვია, ამერიკა პირველი მოკავშირე იყო ირანის 70-იან 60-იან წლებში და ირანი გავდა
იძლეოდა რა ვიცი ევროპას იმისთან ულამაზესი ქალბატონები დადიოდნენ ქუჩაში თავისუფლად ამ ქალებს ნუგრძალავთ ისე სიარულს როგორც ქალს სურს და ის ჩადრებს და ანებეთ ამას ეუბნებოდი მე ვიყავი 90-იან წლებში ირანთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო და პირველი დელეგაცია პარლამენტიდან ჩემი მონაწილეობით ჩავიდა რაფსანჯანი იყო პრეზიდენტი მაშინ ეგეთი თეირანში ხო ძალიან საინტერესო ქვეყანაც არის საზოგადოებაც არის შევხვდით იქ პრეზიდენტს იქ პარლამენტის თავმჯდომარეს მე შირაზში პერსეპოლისი მოვიარეთ პრეზიდენტთან არ დამოიწყდება ის აუდიენცია დაახლოებით მაგათ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოკრული აქვს სპარსეთის იმპერიის რუკების სხვადასხვა პერიოდში სადაც საქართველოს საპატიო ადგილი უკავია სხვათა შორის ხო და შევედით ამ პრეზიდენტთან დავჯექით და მოკლედ აი როგორ მაინც ეს ისტორიული გენეტიკა დაუვიწყარი არ იშლება ახლა ჩვენ ხო ჩვენი ისტორიული მტრები ვიცი და აი არ იშლება მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის პირადად არაფერი დაუშავებიათ ხო 10 საუკუნის უკან არაბებმა აქ რაღაცა ხალიფატი დაამყარეს და დღემდე გვახსოვს და რა ფრთხილად თუ არ და სწორად თუ არ თუ ფრთხილობთ იმათაც ახსოვთ თავიანთი ძველი გავლენის სფეროები და პირდაპირ აი როგორც თავიანთი რეგიონის ხელმძღვანელებს იქო ჩვენი მანქანები არიანო ჩარჩენილიო თოლშიო 50 მანქანაო და აკეთებთო რამესო მათ გამოსაყვანათო თითქოს ახლა კეთილმოწყობის სამსახურის ისინი ვიყავით უბრალოდ ხო ამაზე უთხრა იქ პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ვიცითო და მუშაობა მიდისო ეგ ტრაქტორები გავაგზავნოთო რაღაცაო ხო ამან ჩაიარა და მე მანდო შევარდნაძეს გაუკეთებიაო რაღაცა განცხადებაო მაშინ ელცინის ჯარები შეიჭრან გროზნოში და ეს გროზნო დაიბომბა და იყო უბედურება და შეტაკება და შევარდნაძემ განაცხადა რომ სწორიაო ელცინიო იმიტომ რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღსდგესო ჩეჩნეთში უნდა აღსდგესო ახლა შევარდნაძეს სხვა გათვლა ქონდა აფხაზეთშიც ეგ სიტუაცია იყო სეპარატიზმი და ანუ იქაც რომ შესვლა გამხდარი იყო საჭირო ან უკვე შესულებიც იყვნენ ამით გაამართლა ხო და უთქვიო შევარდნაძეს რომ სწორი იყო ელცინი შეჭრო ეგ გროზნოშიო და ამაზე რა აზრის ხათო ხო და ნუ ჩვენ დელეგაციის ხელმძღვანელმა უთხრა რომ ეს არ არისო სწორიო არ და მართლა გააკეთა ეგ განცხადება არ არისო სწორიო და ხო და გაასწორეთო უთხრა იქ ირნას დირექტორი იჯდა მაგათ საინფორმაციო სააგენტოს და წარმოვიდგა კომუნისტური პარტიის რაიკომის კრება სადაც პირდაპირ სავალდებულო დავალებდნენ რედაქტორებს რომ შენ ეს დაწერე ის გააშუქე და ასე შემდეგ თუმცა ეხლა ივანიშვილმა აღადგინა ეგ მოლების და კომუნისტების გაერთიანებული სისტემა და მინდა გითხრათ რომ აი ეს იცის რელიგიურმა მართლობამ რელიგიურმა ფანატიზმმა ევროპა მაგერ რა ინკვიზიციის და უბედურობის წლები გაიარა ხრივი რო ცხოვრობდა სოფლის ბოლოში კუდენად ითვლებოდა და შეიძლება ამის გამო დაეწვათ რელიგიური ფანატიზმი ისლამია ქრისტიანობაა თუ ბუდიზმია ყველგან უბედურებაა თუ პოლიტიკაში მოჯდა და ჩვენთან ნახევრად რელიგიური მართლობაა ჩვენ ვერ შევქმნით ახალ რესპუბლიკას ახალ საქართველოს თუ ეკლესიას არ დაუბრუნებთ უფალს მორწმუნე მრევლს ბიბლიას ზნეობას სულიერებას თუ საპატრიარქო დაფინანსდება ბიუჯეტიდან და კონკორდანტის ხელშეკრულების თანახმად ეს მეუფეები დიდი პატივისცემა მღვდლებს და მონაზვნებს რა თქმა უნდა ეს მეუფეები ივლიან ჯიპებით დაცვის კორტეჟით ექნებათ უზარმაზარი ბიზნესები არჩევნების დროს გამოვარდებიან მრევლში დაიწყებენ საარჩევნო აგიტაციას დაიწყებენ მუქარას ის რო არის სწორ გაფშეკილი ყოფილი მხედრიონელის იაკობიც არ მაგრამ გვემუქრებოდა არ გახსოვთ ეხლა რომ დაიჭირეს მისი დამფინანსებელი ღარიბაშვილი ეხლა მოვიდა ჭკუაზე და რაღაც განცხადებებს აკეთებს იმიტომ რომ ფული შემოაკლდა სანამ რელიგია არ დაეტევა თავის შარჩოებში რელიგია არ დაუბრუნდება ღვთისმსახურებას და იპოლიტიკოსებს მანამდე იქნება ჩვენთანაც ის არასტაბილურობა ის არეულობა და ქაოსი რომელიც აი ესე დიდი წამებით გადავიტანეთ ხო და ამ ირანში ნუ მოკლედ ეგ ლოგიკური დასასრული იყო იმისა რაც გააკეთეს და რა თქმა უნდა 70-იანი წლების ბოლოს მათ ასევე აიყვანეს მძევლად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში 6 თვე ყავდათ მძევლად მთელი საელჩო და როგორც აღმოჩნდა შეერთებულ შტატებს მთელი სადაზვერვო მონაცემები ეს ცერეუს კარტოტეკები და ყველაფერი რა იქ ქონდა თეირანში იმიტომ რომ მთავარი მოკავშირე იყო ირანი ამერიკის ეს ყველაფერი დოკუმენტაცია გახდა ისლამური რევოლუციის გუშაგების საკუთრება და ამერიკას ჩამოეშალა მთელი სადაზვერვო ქსელი მრავალი წელი მაგ რეგიონში და მაშინვე ვიცოდი მე რომ არასოდეს ვაშინგტონი არ აპატიებდა მარტო ამას ირანელ ასე თქვა
ნათლად ისლამისტებს. თავად შეერთებული შტატების მასშტაბური პოლიტიკის შეცდომები. სხვათა შორის ამ ძევლად აყვანას გადახვა პრეზიდენტ კარტერის კარიერა, აღარ აირჩიეს კარტერი, ამიტომ წააგო. არჩევნები რომ ვერ გაანთავისუფლა და როგორც კი რეიგანი მოვიდა, მოლებმა იცოდნენ რომ რეიგანთან ხუმრობა არ იყო კარგი და გაუშვეს ის ძელვე მაშინვე. სხვათა შორის როგორც ჩანს ტრამპთან მიმართებაში ძალიან ცუდი მოლოდინები ქონდა არც თუ არაობიექტურად აიათოლა ხამენეის, იმიტომ რომ ტრამპთან მიმართებაში საარჩევნოდ მისი მკვლელობის ორგანიზება დადასტურდა ადამიანი გასამართლა კიდეც ამერიკული მართლმსაჯულებით მტკიცებულებების დონეზე, ძალიან მყარი მტკიცებულებების დონეზე, რომ პრეზიდენტ ტრამპს აი ამ პრეზიდენტობის კანდიდატს ამ შემთხვევაში მკვლელობის ორგანიზებას უწყობდა სწორედ აიათოლების ეს რეჟიმი. ხო, ნამდვილად ეს არ იქნებოდა ალბათ უცნაური და უცხო, რადგან ეს ორი დაპირისპირებული სახელმწიფოა ათეული წლებია და რა თქმა უნდა ამ დაპირისპირებაში ეს ტერორისტული აქტებიც სამწუხაროდ აი რა გააკეთა ბინ ლადენმა, რომელიც იყო მოკავშირე ამერიკის. ეგ იყო ავღანეთში ამერიკის მთავარი იმედი ბინ ლადენი, საბჭოთა კავშირის დამარცხება ბინ ლადენის რაზმებმა გამოიწვიეს. ომის შემდეგ რაღაცა მოხდა გაუგებრობა და გახდა ეს ტერორისტი ამერიკის მტერი და დაუნგრია სათამჯენები. ანუ პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში მეგობრობაც პირობითია, ინტერესთა დამხევას უფრო მნიშვნელობა აქვს. სადაგვრჩა და მინდა რომ ხო და ბარემ ისა დავამთავრე ბატონ გიორგი რო არ გამომრჩეს, რაც შეეხება თქვენ შესანიშნავად დასმულ მოსაზრებას იმის თაობაზე რომ სახმელეთო ოპერაცია მოსალოდნელი, რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერი არ გახლავთ, მაგრამ გავითვალისწინოთ რომ ამერიკის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ახლებურ იმპერიასთან. ეს არის საოკეანო კოსმოსური იმპერია. განსხვავებით თქვა რუსული იმპერიისგან, განსხვავებით ესპანური იმპერიისგან, განსხვავებით ვილჰელმის იმპერიისგან, ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან, მონღოლთა იმპერიისგან, შეძრება უხეშია, მაგრამ ნუ იმპერიული ინსტიტუტი რჩება ძალაში ყველა ეპოქაში, ხო? ისინი იყვნენ სახმელეთო იმპერიები. ანუ სახმელეთო ოპერაციებს ატარებდნენ, ხმელეთს მიხვებოდნენ, ასე იპყრობდნენ. აი ბრიტანეთის იმპერიამ დაუდო საფუძველი საზღვაო იმპერიულობას, როდესაც მიადგნენ ბრიტანელი გემები და დაბომბეს ბომბეის პორტი ინდოეთში. მთელი ინდოეთი ჩაბარდა. გამოცხადნენ და უთხრეს რომ თქვენი ვართ, თქვენი კოლონია ვართო და 300 წელი ეგრე მედიოდა საქმე. ამერიკამ განავითარეს უკვე კოსმოსამდე ავიდა და ეს აჩვენებს იმასაც რომ რამდენიმე საათში ირანის მოსკოვიდან და ჩინეთიდან მომარაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულად გამოიყვანეს წყობრიდან, აღარაფერს ვამბობ, მადუროს საძილე ოთახიდან აყვანაზე, რა დროსაც ესე გათიშეს კუბელი და რუსი სპეცსამსახურის მაღალჩინოსნები, რომ დღემდე არიან გათიშულები, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ალბათ რეანიმაციაში. ანუ ჩვენ სხვა სუპერ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე და ეს სუპერ სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, ჩვენი იმედია და მის გარეშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე არაერთხელ გამეკრიტიკებია შეერთებული შტატები და ეხლაც ვაკრიტიკებ ხო მაგას სენატორებს და ვიღაცებს. მის გარეშე ჩვენ აქამდე მეზობლები დაგვინაწილებდნენ. მათ შორის ისეთი მეზობლები, რომლებიც შეიძლება ვერ წარმოვიდგინოთ დღეს. და აი ივანიშვილმა სწორედ ეს ხიდი უნდა რო აფეთქოს. ივანიშვილს უნდა რომ სწორედ ეს შატეხოს, ეს დაგვამხოს თავზე და ეს დავალება მოცემულია მოსკოვიდან იმისათვის რომ ჩვენ დავბრუნდეთ აი ამ დაწყებული სამკუთხედში, რომელიც სამკუთხედსაც უკვე ერთი წვერი მოლები აიათოლების სახით ჩამოტეხვაზია და ძალიან მალე იქ რეჟიმი შეიცვლება და აქაც რამდენიმე მომენტია განვითარებისა კონფლიქტის მიმართულებით. პირველი, შეიცვალოს რეჟიმი და მოვიდეს ახალი დემოკრატიული სისტემა, ეს არის იდეალური ვარიანტი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, თუმცა ახლებური მოთხოვნებიც იქნება იმ გაგებით, რომ გადაინაცვლებს გარკვეულად გზები ირანს მოეხსნება სანქციები, სატრანზიტო გზები ინდოეთის ოკეანეზე გადაინაცვლებს, ჩვენ რაღაცა დაგვაკლდება, მაგრამ რაღაცაც მოგვემატება, იმიტომ რომ დემოკრატიული ირანის ტვირთები ასევე ფოთის და ბათუმის პორტით ევროპა და სოფლიო ოკეანის მიმართულებით ჩვენიდან გავა, ანუ ეს 50-50-ია. ეხლა თუ მან წავიდა ისე საქმე რომ აწყდა ეთნიკური კონფლიქტი და დაშლისკე წავიდა ირანი, იქ არიან ქურთები, ცნობილი მეამბოხეები, იქ არიან ბელუჯები, რომლებსაც უნდათ რომ ორმუზის სრუტეში გასასვლელი კონდეთ და დამოუკიდებელი სახელმწიფო გააჩნდეთ, ეს მიუხედავად იმისა, რომ სპარსული ტომია, მაგრამ ენობრივი დიალექტი სხვა აქვს და რაც მთავარია, მეგობრებო, იქ არის 30 მილიონზე მეტი ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი და რა თქმა უნდა ეს ორივე აზერბაიჯანი და პანთურქული სამყარო ერდოღანის მეთაურობით ცდილობს რომ აი ეს გზა
პანთურქული გზა გავიდეს შუა აზიამდე, ყოველგვარი ირანის გარეშე. ეს გეგმები დევს ბაქოშიც, ანკარაშიც, შეიძლება ცოტა იმის იქით, მე რა კიდე არ ვლაპარაკობ ბოლომდე რა ინფორმაციას მაქვს, იმიტომ რომ არის გარკვეული ნიუანსები, ამიტომ მეგობრებო, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია ჩვენი პერსპექტივისათვის, ამიტომ ეხლა უნდა გავთვალოთ ისიც, რომ შეიძლება ჩვენს გვერდზე შეიქმნას 45 მილიონიანი თურქული, ანუ აზერბაიჯანული სახელმწიფო საოჯახო დინასტიის ალიევების მეთაურობით, რომელმა ალიევებმაც ენაცვალოს შემითავი ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და მათი სიხარული ჩვენ ყოველთვის გაგვიხარდება და რამ გავყო, საუბარია მართლობის ინსტიტუტზე, რომელმა დინასტიამაც ალიევების ჯერ არაფერს არ წარმოადგენდნენ და დავით გარეჯი წაგვართვა. ფაქტია და იმათი მესაზღვრები გუყურებენ ახლა აღდგომისა და ჩიჩხიტურის მონასტრებიდან, ხო? და 45 მილიონიანი ამგვარი ახლად გამოჩეკილი ბონაპარტე რეგიონში ეს სერიოზული პრობლემა იქნება და აქაც მაბადეთ ამერიკის მოკავშირობის გარეშე სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ანუ ეს ისეთი გეოპოლიტიკური სცენარებია, რომელზე გათვლები მარტო ამ ავტორიტეტულ სტუდიაში არ უნდა კეთდებოდეს, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ, დაწყობილი იყოს რეკომენდაციები, მოქმედებათა შესაძლო გზები, ამაზე უნდა ფიქრობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც არ აყვავს. სად არის პოლიტიკიდან გადავნეს პოლიტიკური გონი და მოვიდნენ ოლიგარქები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები, ხოტბის შემსხმელები, უსაქმურები, გაუნათლებლები, ну რა ვიცი, ყველა უბედურება ერთად შეიკრიფა და მივიდა უმაღლეს ხელისუფლებაში იმისათვის, რომ აი ეს იალქნებ აწყვეტილი გემივით ამ გეოპოლიტიკურ ოკეანეში ვიაროთ, მაგრამ ჩვენი ხალხია ნიჭიერი და მაგარი პირველ რიგში და რაც თავარი უფალი გვფარავს, არ მიგვატოვებს, იმედია ყველაფერი კარგად წავა, მაგრამ ერთი რამ მინდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხალხმა. მეგობრებო, ივანიშვილი ამომწვერვალება იმ უბედურების რაც გვჭირს და არა მთავარი მიზეზი და პრობლემა. თავარი მიზეზი არის ოლიგარქია პოლიტიკაში. აი ეს მილიონერები და მილიარდერები, რომლებმაც იშოვეს ფული ყაჩაღობით, ქურდობით, ჩვენი ქვეყნის ძარცვით, ეროვნული სიმდიდრის მითვისებით, მე ეს აღარ ეყოთ და მოინდომეს მინისტრობა, დეპუტატობა, პოლიტიკოსობა და ამასობაში შემოეჭა მათ ქვეყანა. ივანიშვილი მხოლოდ მათი ინტერესების გამომხატველია. ამიტომ ჩვენ მეგობრებო უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი, კლასობრივი მტერი, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ის კლასობრივი ეროვნული მტერია, ის მაქაც არია თბილისს რო ძარცვავს, კლასობრივი ეროვნული მტერია, ძმები ეს ფხაკაძეები ვისოლში ჩვენი ბენზინის და ნავთობის ფულით რომ დიდრებენ ივანიშვილთან მე მტრებია ჩვენი ძმები ყარამანაშვილები, ძმები შარანგიები, ძმები პაპაშვილები, ძმები ბეჟუაშვილები, მიუხედავად იმისა, ნაცია, კოცია მნიშვნელობა არ აქვს. მხეცებია, ბოროტ მოქმედებია. ეს ხალხი, ის კოხოძეები, მილიარდერები, მილიონერები, ეს ობოლაშვილები, ეს წაქაძეები, ნახეთ როგორ ამოიდგეს ენა ამ ქურდებმა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენგან არამი ფულით დასაჩუქრებულებმა როგორ ამოიდგეს ენა, როგორ გვიკითხავენ ლექციებს და როგორ მსჯელობენ გეოპოლიტიკაზე და როგორ აქცევენ და ანგრევენ ქვეყანას. ჩვენ ეს კლასი უნდა გავნეიტრალოთ. ისინი უნდა გავაძევოთ არა მარტო პოლიტიკიდან, მეგობრებო, რომ ვერასოდეს ვერ შეძლონ ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობა და ფულის კეთება. არა მარტო პოლიტიკიდან უნდა გავაძევოთ, ბიზნესიდანაც უნდა გავაძევოთ. ნუ ჩამითვლით რადიკალიზმში. ბიზნესიდან არ უნდა გააძევო ის, ვინც წასიერი გზით იშოვა ფული და მილიონები ღმერთმა მოახმაროს. მაგრამ ქარხანა რო ჩაიგდო ხელში, დაზგები რო გაიტანა თურქეთში გაყიდა და მერე რო შემოაქვს იქიდან თურქული კარტოფილი თუ ესპანური რამიშველობა აქვს, პორტოხალი, რომელიც აქ უკეთესი მოდის, კბილის ჯაგრისები, კბილის პასტები რო შემოაქვს, ის რო შემოაქვს, შაქარი, რომელიც აქ იყო აგარაში, თავსაყრელი და ხარისხიანი, ყველაფერი რო შემოდის და აქ წარმოების განვითარება ზღუდავს, რის გამოც არც სამუშაო იქნება და ხალხს გასაქცევა და აქვს საქმე, აი ესენი მტრები, ესენი არ არიან ბიზნესმენები, ამიტომ ისინი უნდა გაძევდნენ პოლიტიკიდან, ისინი უნდა გაძევდნენ ბიზნესიდან და რაც თავარია მათ უკვე უნდა მოიტანონ მოპარული მთლიანად ყველაფერი, ჩვენი გათვლებით 100 მილიარდამდე მოპარულია მათ მიერ და დღეს ეს მილიარდების ქურდების ხედან და ფასებზე ტერიან კვერცხის ფასი, 2 თეთრი ჩოვამციროთ და ამ დროს 4 თეთრით გაწვიდა, რაც კომისია შექმნეს.
და მთელია სუპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები და პროდუქცია მაგათია, ანუ მკვლელი რო იძიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს კრიმინოლოგიიდან მახსოვს ესეთი პრაქტიკა მკვლელი თუ ჯვარი ეწეროს ყველა გარე დარჩა და ვერ ამხილეს, ხო? მიდის იქ პანაშვიდებზე, ესრება დაკრძალვას, შევა ქელერში, გამოთქვავს აზრებს, ეჭს მიატაინებს ვიღაცაზე და მოკლედ ძალიან ისე იქცევა რა აქტიურად. აი დაახლოებით აი ესე არიან. ჩაიდენენ დანაშაულს, ქვეყანას დააქცევენ, გვააძვირებენ, აქედან გაგვაქცევენ, დაგხოცავენ, დაგვიჭერენ, მე ქმნიან კომისიებს, მე ამ კომისიის შემოწმებელ კომისიას და მე კიდევ საერთაშორისო კომისიებით ჩამოყავთ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, რომ ამ ორი კომისიის მუშაობა შეამოწმოს. წინ გელოდებათ მთავარი კომისია ერის სამსჯავრო, ერის სასამართლო, რომელსაც თქვენ ვერ გადაურჩებით, ამიტომ დროზე აკრიფეთ გუდანაბადი, ნუ ატარებთ ექსპერიმენტს არ მარტო ქვეყანაზე, საკუთარ თავებზე, ოჯახებს გაუფრთხილდით, მათ ნევრებს გაუფრთხილდით და ნუ ამოაშხამებთ იმ ფულს თქვენი ოჯახის წევრებს, რაც ასე არამად უშოვეთ და მიუტანეთ, ცოტა რაღაცა შეარგეთ. ეს არის ჩემი რჩევა.